ჩვენ უკვე მეორე პრეზენტაციას მესამე პრეზენტაციას ვატარებთ ამ ქარხანაში ბატონ გიას ქარხანაში გია ციხარიშვილი დირექტორი დავეს ხარში უდგას აი ამ საქმეს ცოტა მოდი რაც აქეთ ცოტა ადგილები სურათები მინდა მოდი დამძა მოდამჯერ ხოჩი და ვიდეონი გექნება გრიგოროვა უნიკალური უნიკალურ გამოგონებასთან ეს არის მწვანე მუხლუჭები. ნუ ბოლო დროს საერთოდ ეკოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და თქვენ კარგად იცით რომ გამონაბოლქვი ხომ რა რამდენად ბავნია საერთოდ გამონაბოლქვი წვის გამონაბოლქვი მაგრამ ეს სამუხლუჭე სისტემიდან გამოყოფილი ესე იგი მავნე ნივთიერება მავნე კალზე კიდევ უფრო 1000-ჯერ უფრო საერთოდ მავნია ადამიანისათვის ჯანმრთელობისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა აი თუნდაც ავიღოთ მეტრო ხო რომელიც უამრავი ხალხი მოძრაობს და ნამდვილად ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი დიდი სატრანსპორტო საშუალება ხო და აი როდესაც ხდება შემოდის მუხლუჭებით მატარებელი და რამხელა მუხლუჭების რამხელა ხო და რამხელა გამოფრთხილება ხდება იქაც და თვითონ ქალაქი ზოგადად მილიონამდე მანქანა დადის და რამხელა ისინი მოკლედ ეს მწვანე მუხლუჭის სისტემა ახალი ბრეიკ ისე სადაც ხდება ესე იგი ხახულის გარეშე შალი ხახულის გარეშე მუხლუჭდება და გამორიცხულია და ასევე ფაქტიურად აქ სამი პროცესი მიმდინარეობს ერთად რომ ესე იგი აქ ეკოლოგიაც არის ეკონომიაც არის და ნუ კიდე რა თქმა უნდა უსაფრთხოების ეს უნიკალური ეს გამოგონება 50 ქვეყანაშია უკვე დარეგისტრირებული მისი ესე იგი პატენტი ამ გამოგონებამ ძირითადად ეს სამხრეთ ქვეყნებში და იმ ქვეყნებში სადაც ხდება ტრანსპორტის წარღვევა სატრანსპორტო საშუალებების წარღვევა ბატონი ამის ავტორი არის აკადემიკოსი ბატონი რამზან გოიდიმიროვი რომელიც პირველ რიგში თავისუფალი იჩქერია როცა ჩამოყალიბდა პირველი აკადემიის პირველი პრეზიდენტი იყო ის თავისუფალი იჩქერის და ბუდაევის ჩვენი ნამდვილად დიდი პრეზიდენტის კავკასიის ბუდაევის თანაშემწე იყო და მე რამზანს ამიტომ ჩვენ დიდი ხანია ვიცით მე როგორც უზენაეს საბჭოს დეპუტატი და ზიადგამზე ხელისუფლების წარმომადგენელი ახალი ასევე ჩემი ემზარი გოგუაძე და ასევე რომელიც საფთულია გელაკეფიანი და ამიტომ მე როგორც ტექნიკური ცენტრის სამეცნიერო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მოვიწვიეთ ჩვენთან დაუდეკეთ ხარში ბატონ რამზანს ბატონ რამზანი ძალიან პატრიოტი ადამიანი და ამ პატრიოტ ადამიანს უნდა რომ წარმოება ძირითადი წარმოება და რაღაცა გაიხსნა საქართველოში იყოს მას რა თქმა უნდა ახამდე არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობა რომ მოქალაქეობის საკითხი იგი არის საბჭოთა ითვლება რუსეთის მოქალაქედ და თქვენ იცით რომ რუსეთზე და სანქციებია დაწესებული რუსეთის ხო და მოქალაქე და ამიტომ ძალიან ძნელად ინვესტიციის შემოსვლა და ძალიან გაძლიერდა იმის გამო რომ რამზანს
აუცილებლად შეიძლება მოქალაქეობა. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით წერილები პრეზიდენტთან, ეკონომიკის სამინისტროში, აკადემიიდან, სარეკომენდაციო წერილები და კიდევ ველოდებით რომ იქნებ როგორმე მთავრობამ მასზე თორე მას მოქალაქეობა სულ არ უჭირს პირიქით მოქალაქეობა მისცეს მის ოჯახობას თურქეთში ეს ამდენი წელი ელოდება ეს კაცი აქ მოქალაქეობას იმიტომ მოქალაქეობა აქ იმიტომ უნდა რომ აქ უნდა გაკეთდეს ყველა ეს წარმოება და იგი მიიჩნევს რომ თბილისია კავკასიის დედაქალაქი და აქ უნდა რომ აი ეს პატრიოტი კაცი ხო და ეს არის უდიდესი ძვრა იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც ეს იმიტომ რომ აქ უდიდესი სატრანსპორტო ფირმებია ჩართული როგორც არის Volvo, როგორც არის სხვადასხვა რა ვიცი Ford-ი და ყველა ეს ფირმები Mercedes-ი განსაკუთრებით ხო და მე ახლა დანარჩენს თვითონ აგერ მოგახსენებს რამზანი მე ვიდა მანამდე ბატონი გელაც პროფესორი ბატონი გელა ყიფიანს კიდე ორი რამდენი იმიტომ რომ ესე ძალიან ჩართულია იმაში ჩვენი თანამშრომელია რამზანი არის ჩვენი ცენტრის თანამშრომელი იგი არის როგორც რუსეთის მოქალაქე ხოლმე ერთადერთი რომ კონსულტანტად მივიღეთ ჩვენ სამუშაოზე როგორც მთავარი კონსულტანტი ხო და ასევე მე ვიდა რომ ჩვენი ცენტრის კიდე ერთ-ერთი მთავარი კონსულტანტი ჩვენი გელბატონი გელაკი პროფესორი გელმა ყიფიანმა ერთი ორი სიტყვა ამ თემასთან დაკავშირებით გამოთქვას მნიშვნელობაზე ახ არის თუ რა მნიშვნელობა აქვს მოგესალმებით სტუმრებს ირანის მინდა დიდი მადლობა გადავხადო ბატონ გიაციკაშვილს იმიტომ რომ ჩვენ აქ მეორე თემებით მეცი გიას გონა ცოდნა ოდეულად ხოდა ჩვენ გამოდებული სამეცნიერო საგანტო პროექტი რომელიც შეცვლებული იყო ბოინგის კლიმასთან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან მიხარია რომ ვართ გია ციკარიშვილთან ჩვენ წლების წინ 2001-დან 99-დან 3 გრანტი ჰქონდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რომლის ერთ-ერთი კონსტრუქტორი თვითონ წარმომადგენელი გახლავთ ეს გახლავთ ბოინგის ფირმის წარმომადგენელი ვიცე-პრეზიდენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბოინგიდან დადონი ავსტრიელი მე მგონი და შემსრულებლები იყავით ჩვენ ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში საქართველოსიდან იმ დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტორის სამეცნიერო ბატონი რაულ თურმანიძე სამეცნიერო სამუშაოების სამმართველოს მე ხელმძღვანელობდი პირადად და როდესაც ასეთი საკითხები ხდება ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ დღესაც მაგრამ მე კიდევ ამავე დროს დღეს მექნება შეკითხვები იგივე რომ დღესაც ვშობ სასაგრაფო პროექტებზე და ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელი არის თუ არა ამ პროექტის წარდგენა რომელიმე შეეხება ევროკავშირის ჰორიზონტის პროექტი თუ ეს იქნება სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი რომელიც ხედავ რომ ძალიან აქტუალურია ბატონ რამზანს ეს აქვს წარდგენილი და მიღებული ამავე დროს საერთაშორისო პატენტებით და როგორც მე ვიცი და პირად შეხედვლა რამდენი წლებია უკვე ვიცნობ მას ხოდა მოხსენებები აკადემიაში ჩერთა მეცნიერებს სხვადასხვა წარმომადგენლებს და ჩემის აზრით მე ყველაზე უფრო დაინტერესებული ვარ იმით რომ თუ ეს პროექტი არის ერთ-ერთი და თანაც ამავე დროს შესაძლებელია საერთაშორისო წარმომადგენლების მეცნიერებიც იყვნენ ჩვენთან ერთად და წარმოგვიდგინოთ საგრანტო პროექტზე დედლაინი მზად არის მოხსენებებს თვითონ აკეთებს და ჩვენ ვჯერა რომ ეს ძალიან აქტუალურია მაგრამ თუ პროექტი რომელიმე დაფინანსებული არ იქნება მაშინ უაზრობა იქნება ამაზე საუბარი საერთოდ ეს ჩემი პირადი აზრია მაშინაც გითხარით მე გახსოვთ ამ წუთშიც მე ორი პროექტი მიმყავს ორივე არის რუსთავის ფონდიდან ბატონ გოლუასთან აქვს თანადამფინანსებელი აგრარული 92 და მიხარია რომ გია კარგად იცნობს და მეორე პროექტი ახალი ენერგიის მიღებაზე არის ასე რომ ის სიახლე არ არის ის არის როგორ გითხრათ ინოვაციური სიახლე არ არის მაგრამ საქართველოსთვის არის ახალი პარკინგი არის 4-თვის ვიწყებთ 6-თვის იქნება 8 მანქანისთვის და ასე შემდეგ ასევე ენერგეტიკაც ის რომელიც საქართველოში არ არის შემოსული თორე ეს არის
ჩინეთში, იაპონიაში, კანადაში და სხვა და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, აი ეს არის ახალი. თუ ეს ახალია და რეალური არის და საქართველოსთან წავა და ამ დროს პროექტი ხდება ვინმესში, მე მზადავარ პროექტის წერა ძალიან კარგად ვიცი. და ეს იციან კარგად, რომ მე შემიძლია საჯანმრთელო პროექტი დავწერო ძალიან კარგად. ამავე დროს თვითონ დამეხმარება ალბათ კონსორციუმის ქვეყნები იქნება და თუ წარმატებთ და მოვიგებთ, უფრო მეტი შესაძლებლობა გექნება იმ აზრის, რაც ბატონმა მუზარმა ბრძანა დღეს. აი ამით ვარ და დაინტერესებული. მადლობა. ეს ახალ ეს შეიძლება რომ აღარ ჩვენი პრომოციის დეველოპერები ვახსენებთ. აი მუზარმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ვართ უკვე 40 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს თითქმის ერთმანეთთან. მე მინდა ხაზი გაუსვა მეგობრებო ამ დიდი პროექტის და ამ დიდი ადამიანის არ არის უხერხული საკუთარ მეგობარზე ეს ეპითეტი. იმიტომ რომ ეს ადამიანი ნამდვილად დიდი ადამიანი გახლავთ თავისი მოღვაწეობით, როგორც რესპუბლიკა იჩქერიაში, ისე საერთოდ მთელი ცხოვრებით. ასევე უნიშნელოვანესი არის იმასთან ერთად, რომ მან სული შთაბერა თავის დროზე ერთ-ერთი მთავარი ადამიანი იყო, ვინც ესე იგი 80-იანი წლების იჩქერის თავისუფლების იდეის დროშა აფრიალა. შემდეგი 10 წლეულები მან მიუძღვნა მნიშვნელოვანეს გამოგონებებს, მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანეს გამოგონებებს და ერთ-ერთი გვირგვინი ამ გამოგონებებისა გახლავთ სწორედ აი ეს გამოგონება მწვანე მუხლუჭი, რომელიც დაკავშირებული არის დიდ ესე იგი ეკოლოგიურ შედეგთან. რაც შეეხება ბატონი რამზანის სტატუსს, რაზეც ჩვენმა მეგობარმა უზენაეს საბჭოს დეპუტატმა მუზარმა ბრძანა, საჩქარო არის ძალიან და ნამდვილად იმსახურებს არა მხოლოდ ბატონი რამზანი, არამედ იმსახურებს თვითონ ის ერი, რომლის წარმომადგენელიც ბატონი რამზანი ბრძანდება, რომ მას რაც შეიძლება უმოკლეს დროში საქართველოს მოქალაქის სტატუსი მიენიჭოს. მისი დიდი სურვილი არის ამ საქმისთვის მნიშვნელოვანია ეს და საერთოდ საქართველოს მომავალი მეგობრებო წარმოუდგენელია ჩვენი მონათესავე ერების გარეშე. ჩვენი მეზობელი მონათესავე ერების გარეშე ხვალინდელი დღე გლობალიზაციის ეპოქაში სრულიად წარმოუდგენელია იმ ხალხთან ერთად ჩვენ შეგვიძლია დიდი მომავალი შევქმნათ, რომლებიც ჩვენი სისხლი და ხორცი არის და მათი ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი აგერ ჩვენთან ზის და ერთობლივად ვსტიგობთ აი ბატონი გელას და ბატონი მუზარის თანადგომით, ინოვაციის ცენტრის თანადგომით, სადაც ჩვენს მოღვაწეობთ, რომ გავიტანოთ ეს და მსოფლიოს ახალი მნიშვნელოვანესი გამოგონება, ესე იგი ვაჩვენოთ ფაქტიურად, რომელიც უნდა დაინერგოს პირველ რიგში საქართველოში, რაც სოციალურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანესი იქნება. მადლობთ ყურადღებისთვის. მეგობრებო, ბატონ რამზანს ხო გამოვიდა სიტყვა. Гамажоват. Я много благодарен вам за то, что вы уделили время сегодня прийти, ознакомиться с многолетним трудом, который здесь произведен в этом цеху. Я еще благодарен Гиве Секарашвили, который предоставил это помещение. Мы с ним знакомы долгое время. Он был главным конструктором, когда мы разрабатывали 13-роторные орбитальные двигатели. Вот, и последующие времена. Но самое главное, работу, которую в этом цеху проводил человек, неустанно, вставая в 6 часов утра, ложась очень поздно, и то даже бессонные ночи, в течение 5 лет, это
директор многих технологий компаний. Это Нурман Джабаров, который трудился сам. Это самая главная работа, которую он проводил, потому что это неблагодарная работа, это черная работа, это грязная работа, это работа, которая ни с кем не оценивается. Но это самая главная работа, которую он проводил. Теперь я хочу сказать, зачем мы собрались. Самый главный вопрос. Нельзя было бы традиционные механизмы обойтись. Зачем эти новые механизмы, когда это общий мир сильно развивается, если в этом необходимость. Я вам прежде всего хочу сказать о ошибочности высказываний, заключения специалистов в области машиностроения относительно торможения. Есть такое высказывание, что кинетическая энергия автомобиля при остановке автомобиля, затормаживании переходит в тепловую энергию. И самое ошибочное представление, но оно бытует во всех литературных источниках. Я вам сейчас это докажу. Дело в том, что когда движется автомобиль, и его надо остановить, то не тепловые эффекты играют решающую роль, а играет, при этом не забывает законы, фундаментальные законы физики. Такие законы, как закон Ньютона. По первому закону Ньютона, любое тело, которое перемещается или находится в покое, оно будет находиться в этом состоянии, пока на него не действуют другие тела или другие силы. Вот. В этих сообщениях вообще и намеком не говорится о том, что остановление автомобиля должно носить исключительно силовой ход. Вот это ошибка. И с этого все начинается. Еще с времен Месопотамии, гужевой транспорт, как возник 5,5 тысяч лет назад, когда лошади не справлялись, быстро двигающейся телегой, то и применялись накладки. Эти накладки прижимались к ободу колеса, и за счет этого повозка могла останавливаться. Этот же принцип сохраняется до сих пор. Здесь происходит сухое трение скольжения. Вы знаете, в первобытном обществе сухое трение скольжения используют для добычи огня. Но его нельзя было использовать для того, чтобы, скажем, останавливать или двигать транспортное средство. Вот это была самая главная ошибка. Эта ошибка сохраняется до сих пор. Использование трения сухого скольжения для того, чтобы притормаживать, останавливать транспортное средство. Это ошибочное представление в последнее время породило глобальную нерешаемую проблему, такую, она называется невыхлопные газы. Этой проблемой занимается британская компания Emission Analytics. Они определили, что выхлопы, идущие от тормозной системы, от шин, от тормозных колодок, от полотна дороги, по которой двигаются, они в 1000 раз вреднее, вот там указано, в 1000 раз вреднее, чем выхлопные газы автомобиля. Ну, многие умалчивают об этом, хотя экологическое общество Европы об этом недавно провозгласило, точнее в 2020 году, о том, что из-за этих выбросов мелких частиц, особенно из городского транспорта, ежегодная преждевременная смертность составляет 238 тысяч человек. По всему миру получается около 5 миллионов. Все об этом молчат, потому что нету заменяющего. Мы не используем трение сухого скольжения, привычное для колодок, для сегодняшних тормозных механизмов. Мы используем силу упругости, которая создает противоположную силу движущимся средствам. В соответствии с первым законом Ньютона мы используем закон Гука, который гласит, что упругие тела сопротивляются сжатию или расширению прямо пропорционально изменению вот этой длины этого упругого элемента. Здесь, кстати, у вас видно, что мы где-то показываем упругие элементы. Но для того, чтобы доказать, это последние выжимки 5-летней работы Гиви Цикарашвили и Нурмана Джабарова. Это выжимки.
До этого мы делали домашнюю лабораторию, грузинскую лабораторию сделали. На этой лаборатории мы проводили всякие исследования. Будет ли работать эта идея или нет. Мы привели два экспоната, здесь вот стоит один экспонат и второй. Значит, один из них демонстрировался в 2024 году на международной выставке Евробрейк. Мы экспонировали его именно там, где занимаются тормозными колодками, системами и так далее. И среди 104 компаний, благодаря демонстрации вот этого устройства, модели, мы заняли самое высокое место среди 104 мировых компаний. После этого мы провели фирма «Элита Буржи», вот эта установка, которую продемонстрирую, я сейчас не буду это демонстрировать, провели вот это «Элита Буржи», это компания Иванишвили, вот провели испытания, он как работает и при наличии колодок, и при наличии наших элементов. Здесь в этом цеху представлены, значит, тормозное устройство для замедления хода транспортного средства. Оно запатентовано в Америке, Европе, Британии, Швейцарии, вот, Турции, Евроазии, Грузии, естественно. В этих странах, в первую очередь, Грузии, да. Первый из них. Да, это материнское называется. И, значит, это все, здесь мы демонстрируем, мы до того, как продемонстрировать и испытать, значит, на колесной базе, соответствующей колесной базе, значит, для Мерседеса LM350, вот это соответствует, тоже там испытали, мы провели испытания на одном валу, несколько тормозных устройств для создания, в этом цеху это делается, для создания идентичных условий. И проверить, как работают разные формы из разного материала упругие элементы и, соответственно, сравнить их с традиционным тормозным механизмом. Здесь нами представлено это, как я вам сказал, а также представлено ретардер. Обратите внимание, многие специалисты, которые не могут, ведь самый главный износ колодок происходит при притормаживании. И если, допустим, при длительных спусках, особенно крупному транспортному средству, приходится при притормаживании выделять большое количество тепла, износ большой, и поэтому используют так называемые замедлители движения, это ретардеры. Эти ретардеры... Ретардеры. Вот эти ретардеры, мы здесь провели сравнительный анализ этих ретардеров. Если, допустим, эти ретардеры нагреваются, особенно, вот, например, электродинамический ретардер, здесь подается ток 200 ампер-час, и он нагревается на 600 градусов. Наш ретардер максимум нагревается 60 градусов, его можно потрогать запросто рукой и так далее. Вы увидите работу этого ретардера, это в основном для микроавтобусов, а для тягачей крупных, что мы приводим в ретардер, вот здесь на столе крайний, вот это, то, что вы можете увидеть, то самое крайнее, это является для крупных транспортных средств. И далее мы испытываем, и вы это увидите, ретардер для легковых автомобилей. Да, вот вопрос может задаться, почему нельзя было и для легковых автомобилей, почему тормозить мотором, который тупит мотор для легкового автомобиля на длительных спусках, даже микроавтобусов, который разрушает карданный механизм, который, значит, разрушает из-за периодически меняющихся ударов, так, разрушает коробку передач, также мост. Нельзя было там применить такой ретардер. Но обратите внимание, что габариты ретардера, так, настолько большие, это весит 100 килограммов, например, так, это традиционно, 100 килограмм весит, и вес более 100 килограмм. 100 килограмм и диаметр где-то 90-100 сантиметров, около метра. Поэтому габариты не позволяют, прежде всего, применить для легковых автомобилей. Поэтому приходится тормозить при спусках, приходится тормозить именно мотором. Так? Но следует отметить, это доказано во всем мире, что использование ретардера уменьшает износ и выбросы в окружающую среду, выбросы в 5-10 раз при наличии ретардера для колесной базы, использования
тормозных колодок. Значит, у нас он малогабаритный, намного меньше. Мы его испытали, вот Бурман его испытал на Мерседесе, вот этот ретардер, так? Он работает. И потом еще одно. Все ретардеры замедляют движение при склоне на 7 градусов поверхности всего лишь на 15-20 километров в час, так занижает. И при низких оборотах вообще не работает. Этот ретардер занижает его до нуля, и здесь работает при низких оборотах. Как при высоких оборотах, так и при низких оборотах. Вот это традиционные ретардеры, значит, которые работают при низких оборотах, у них момент уменьшается резко. А в данном случае, будем называть его механический ретардер, РС, ФУК, вот, он вообще при любых оборотах, в том числе при низких, момент у него не занижается. Вот. Я хочу вот что сделать, чтобы вначале вы видели суть происходящего, чтобы Мурман показал за счет давления, как работает механизм, вот стекло сюда поставили, чтобы вы видели, а также для ретардера для крупных транспортных мы это рассчитывали на микроавтобус, он будет еще меньше, чтобы здесь тоже показать, как работает давление. У нас гидродинамический насос мы используем, показать, как он перемещается, а потом уже включенным мотором продемонстрировать все это качество. Вот. Вопросы, если есть, мне кажется, все. Мурман? Да, Мурман, давай. Да, несколько вопросов. Вопрос? Да, конечно, нужно. Ну, мне самое главное, я же говорил, я механик-математик, и физика хорошо знаю, но не инженер, строитель. В области, какой вы говорили, не инженер, но хороший менеджер. Я хотел бы, что огромный здесь работа вы сделали в течение 5 лет и больше еще, потому что я думаю, что это не 5 лет не работает, а долго работали, думали об этом. Но я как научный консультант центра от Грузинского технического университета, этот центр руководит наш дорогой Нубзар здесь. И хотел бы по частям, можно бы, чтобы как-нибудь сделать бы для гранта дедлайн для гранта, да. И чтобы мы создали бы ученые наши, вот из гранта, еще здесь, вот Гия Цигаришвили, я знаю хорошо, давно знаю, что он прекрасный работник, прекрасный одновременно все конструктор, потому что он ведущий конструктор у нас был. Тогда не был директором завода. Но хотел бы, вот сейчас есть несколько грантов, я, наверное, передам это все потом в зале. Вы подумайте, посмотрите, и по частям можно отправить и доказать, что мы сможем сделать, получить несколько работу для гранта, но это минимальный будет, наверное, там написано и цены, неудобно сейчас мне говорить здесь. И если это возможно, вот самое главное, я заинтересован за это. Видите сейчас, если для государства сделается что-нибудь, там вы должны заплатить 46%. У нас, Грузинский технический университет, земля биарис усула другого. Накладной у нас есть 15%. Когда я руководил ученым, тогда 10%. Ну, сейчас 20%, наверное, 5% добавилось. Вот вы можете это сделать. А я смогу сделать, как сделать вот этот грант, как сделать дедлайн. И под нашим руководством, и под нашим консультантом, я с вами, мы докажем, что вот, пожалуйста, мы это сделали, получили этот денег, и будет зарплата, и одновременно для Грузии, когда это идет, уже позже нас, и вот максимально мы все будем делать. Я вас уже. Спасибо. Дело в том, что здесь двойной выигрыш. То, о чем я мечтал, привлечь ученый потенциал Грузии. Это первое. И второе, кроме внедрения и коммерциализации данного проекта, вопрос идет и в дальнейшем развитии.
с научной точки зрения и технической. Две выгоды. Конечно, безусловно, мы это делаем. Спасибо и за это предложение. Обязательно. Это надо с Фуджаром вместе, с Эмдаром, все вы академики. Так. Если есть вопросы еще. Да, еще смотрите. Сейчас вам это все продемонстрирует Мурман. Прежде всего, он что-то скажет хорошее. Да, Мурман? Вот. Я лучше покажу. Да. Да. Значит, потом смотрите, здесь много механизмов. Вот некоторые спешат или к столу, или домой, поэтому мы будем это делать так вяло. Допустим, одно главное он покажет, одно, две, три, а потом, значит, модели, вот эти самое первое устройство, вот это имейте в виду, самое первое. Вот это уже по ходу будете смотреть и видеть. Хорошо. Спасибо вам, Гиви, за предложение, Гиви. И значит, вместе с Цикарашвили, Мурманом, Гюзаром, Гагуадзе, Эмзаром мы обязательно это подготовим, будем работать. Здесь я еще раз повторяю, это не только речь идет о финансах, речь идет о привлечении научного потенциала Грузии, который дальше будет распространяться на Северный Кавказ, на другие регионы, значит, Кавказа. Очень важно. Спасибо вам большое. ამას რა თქმა უნდა ჩვენ აღარ ბატონ ხელას სიტყვაზე რომ მართლაც საჭიროა რომ გრანტის სფეროშიც ვიმუშავოთ იმიტომ რომ ჩვენ წარმოიდგინეთ მეგობრებო ეს ყველაფერი აი რაც კეთდება ენთუზიაზმის ხარჯზე ვაკეთებთ ამას აი თქვენ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ ხო და რამდენად წაადგება ამ საქმეს იმიტომ რომ ამას მუდმივი დახვეწა უნდა კიდე ხო მუდმივი განახლება უნდა რაღაც ახალი სიახლეების შემოტანა ხო თქვა იგივე კომპოზიციური მასალებით იგივე სხვა რაღაცები ხო და ამიტომ მართლა ძალიან კარგი იქნება და ასევე მე ძალიან მიხარია რომ მერის წარმომადგენლები არიან აქ და ნამდვილად ისინიც შეიძლება რომ ხელშეკრულება გაფორდეს და რაღაც ერთობლივით მართლა სერიოზული საქმეები გავაკეთოთ და ამით წავახალისოთ კიდევაც ეს საქმე უფრო მეტად მანამ მართლაც თავარი ის რასაც ჩვენ ვფიქრობთ რომ რაღაც საერთაშორისო ინვესტიცია რაღაცა შემოვა და რომელიმე ფირმისა და აქ რაღაცა სერიოზული ქარხანა აშენდება მე ვიდა სიტყვა გადავსე ბატონ მურმან ჯობაოს რომელიც არის მარჯვენა ხელი ნამდვილად რამზანის იგი არის მექანიკოსიც, იგი არის კონსტრუქტორიც, იგი არის სვარჩიკიც, იგი არის ფრეზეროვჩიკიც, იგი არის ყველაფერი. ხო და ის ახლა თვითონ საცითაო თავისი ხელით არის დამზადებული ყველაფერი და თვითონ აგვისტოს ყველაფერი ამ მე რაღაცას დიდი მადლობა უნდა გადავხადო მე გიას დახმარებით ერეკლეს დახმარებით და აი ცეხი ყველა მე გეხმარებოდა. ხოდა დიდი მადლობა უნდა გადავხადო. ახლა გიას დახმარებით აპაჩები დაფინავს უკვე და აი მასი ამერიკაში. აი ეს ახლა პირველი ექსპერიმენტი გაკეთდა აი ამ დანადგარზე მუშაობს ეს დანადგარი ელიტა ბურჟეზე გაკეთდა და გაჩვენეთ ახლა როგორ აი ეს არის კალორკები აი როგორ მუშაობს ყველა იმაში და ახლა აი ეს არის ვთქვათ ჰიდრავლიკით რომ ან ხელით ჰიდრავლიკით როგორ გინდათ ისე შეიძლება ამის ისა აი უყურეთ და ხურდება და ხო ხურდება აი ხურდება აი ახლა უყურე დამას ამას ახლა აჭერეთ პაჩინი ეს პაჩინი ამას ეს სისტემა რა რაზეც ახლა პაჩინი ახლა შეტა როგორ არა მაგრამ ვთქვათ ახლა მანქანაში აღენია საფით პაჩინი რამდენი ხანი მუშაობს საფიტვაში ორი წელი მე აგრაშია საქმე
პაჩივნიკი აქა რომელიც აყენი ეს პაჩივნიკი მუშაობს იმ დროს როცა აჯერთ იმას ტორმოს რა ისე არ მუშაობს და ცაფის პაჩივნიკით დღე-დღე რომ მიდის მანქანა მუშაობს ეს ამას ხახუნი იმადება და ეს ერთ ხახუნზე მუშაობს თანაც თანაბარი პაჩერი თანაბარი ხახულია და პაჩერი ესაა შეიძლება ჩვენ წარმოიდგინოთ რომ დახურული პაჩერი ჩვენ რო რამდენი დრო მე მართლა პაჩერი მაინტერესებს ვერ გეგული ცალკე საჯარო ო არის დავაკეთეთ ეს აპარატი ეს აი რაც ახლა თქვენისაუბრეთ ვითხარით ეს არის აქტუალური ჩვენთვის და რატო აქტუალურია საერთოდ ვითხარით პირველ რიგში ორი სიტყვა აქტუალური რატო არის და რატომ არის სპან გააკეთეთ რა სპანსა გააკეთებია ვინდა გააკეთეთ რა ჯოსები და მისმა გააკეთეთ რაშია საქმე თავარი არის ეკონომიური ეკონომია და მე იოსებიძის მუხლუჩა ჯობია ეკონომიურები ამასთან ეკონომიური უსამთ ეკონომიური ჩერდება მანქანაცი გაჩერდება ის ფარა ვიზენია რა აქტიურებს თემატური მექანიზმი რა აქტიურებს აი ამ კინეტიკას თუ რაც არის ეს ხო ამას რა ანაცვლებს ვითი ხდება ამის გააქტიურება ეს არის აი ამის მაგივრა შეიძლება დახენდეს აქა სუპორტ მიაწვევია სუპორტ მიაწვევია აჩერ ანუ კლient მექანიკური ხო ეხლა ეს არის მექანიკური ეს არის ჰიდრავლიკა აი ჰიდრავლიკას კითხები ჰიდრავლიკა ისა ბატონობა მოდის ხოლმე ელიტა ბუჯმა რო გააკეთა მე ელიტა ბუჯი კარგად ძალიან ბაბადები ეს რო გააკეთა და დაგეხმარა რატო სერიაში არ ჩაუშვა არ მოიწენა არა ეხლა ისა მას ვერ გეტყვი он спрашивает видите уже сделали почему тут не гибриды там Дело в том, что элита буржи, как мы его сделали, оно расформировано. Расформировали. Мы планировали дальше работать. Теперь насчет устройства самого. Смотрите, Гила, между диском, вот, который по периметру закреплены упругие элементы, так, то есть вот между диском и подшипником находятся упругие элементы, жестко закреплен на диск. Когда это вращается, и мы когда придавливаем, ему надо преодолевать по закону букв. Поэтому он замедляет и останавливает. Понятно? Да? Вот насчет элиты буржи, так, я думаю, это вопрос задавали. Нет, да? Но смотри, насчет элиты буржи, мы там работали, так, отдельная лаборатория была, все и так далее, и ни с того ни с сего элиты буржи закрыли. Понимаете? Поэтому мы не смогли там продолжить. Было решение, орбитальный двигатель, роторный двигатель делали. Кстати, в элиты буржи тоже роторный двигатель делали. Но раз закрыли, а там уже мы перешли сюда, потому что мы тянулись за Гиви Цикарашвили. Потому что 27 лет этот человек постоянно помогает нашим разработкам. 27 лет, понимаете? Он душу вложил в это дело. И нам легче с ним. Пусть это не будет так, ЧПУ, там, станки, там, как вот элита буржи. Там. Вместе начинали работать в 96 году, когда я приехал в Спицах. С ГИИ, да? Но он постоянно помогал, причем безотказно, без каких-либо и так далее. Наоборот, он помогал во всем. И сейчас тоже помогает. Понимаете? Нам очень повезло, и поэтому Мурман как бы не работал, он помогает Мурману. А так мы, конечно, у нас есть и спонсоры, и прочие, которые нам поддержку дают, как следует. Никаких проблем, финансирования нету. Сейчас мы на этапе массового внедрения. Вот все, что мы... Я вот вам говорил, обоснование подготовил, так, на 90 страницах, так. Это обоснование, ты говорил, фирма «Горизонт» надо отправить, так, европейский. И Дрезденский университет. Они хотят, чтобы я там выступил, так. Дрезденский университет лучше тем, что они опекают все автомобильные компании, так, всей Германии фактически. С ним считаются. Они возьмут на себя, чтобы они были
როგორია უცხოელების როქია კონსორციუმის ქვეყანა როგორია Нет, наоборот, мы их будем консультировать. Они исключительно отсталые механики. Они дело в том, что физику давно забыли. Дорогой, миже Евросоюза мирходи консорциум нам нужно из стран Евросоюза. Вот так вот делают? Да, из Евросоюза. Нет, дело в том, что я постоянно взаимодействую с самым крупным нашим европейским патентным агентством, так, которое напрямую связано с экспертами таких компаний, как Model Y, это Tesla, Mercedes, BMW и так далее. И мы с ним взаимодействуем, они нам условия выдвигают, эти условия мы выполняем. Тогда сделаем вот это дедлайн, где они хоть сейчас уже есть. Нет, мы переговариваем, вот это самая первая ласточка уже перед тем, как им представить, все-таки на грузинской земле эта идея родилась, поэтому пригласили вас всех, чтобы вы увидели, что творится здесь, что будет там. Для того, чтобы вначале показать вам, так, чтобы вы увидели все это. Хорошо. А так с ними работа идет. Еще у нас идет работа с американскими компаниями, потом на нас выходит Mitsubishi, договор там хотят, другие, третьи там. Мы предлагаем им всем, если здесь будет производство, мы согласны. Я вам дам льготные разрешения, я сказал, как патентовладелец. Те, которые отказываются здесь на территории Грузии работать, мы их всех отфутболим. Я их выгоняю, даже не разговариваю с ними. Вот те, которые хотят рабочие места создать в Грузии, нашу молодежь обеспечивать, сохранить понятие крестные, в конце концов, не уезжали, чтобы дети наши, так, сохранить обычаи, традиции. Вот эта целенаправленность. Благодаря этой шенгенской визе половина почти молодежи уехала. Мы хотим вернуть их сюда. И мы предлагаем компаниям, если вы здесь будете создавать рабочие места, тогда я вам дам льготную лицензию. В другом случае нет. Это окончательно точку поставлю. Никаких здесь разговоров, не знают уже это. Мы привлекать будем их сюда. Мы здесь создадим международный консорциум, Mercedes, Model Y тест, там, прочее и так далее. И еще обратите внимание на следующее, очень важно. Везде, во всех патентах у меня есть ноу-хау. Например, если кто-то захочет сам что-то делать, у них не получится. Во всех. Поэтому они знают меня уже на протяжении 30 лет. Они знают, что никаких, значит, других отклонений не может быть. Я так думаю, что мы с ними договариваемся. И уже есть предложение, чтобы здесь открыть завод. Так, мы на это идем. Понемножку будем вот так двигаться. Никому не дадим. Это идея, неспосланная Всевышним. Я как-то по телевидению говорил, 7 января 2020 году, мне эта идея давно шла, пневматическая, динамическая и так далее, и так далее. 7 января 2020 году, когда я смотрел до утра литургию, я мусульманин, смотрю литургию, так? Вы знаете 7 января, что это число, правильно? Вот, и когда я смотрел, тогда у меня все идеи стали на свои места. Тогда я понял, эта идея присланная Всевышним для Грузии. И через Грузию чистые руки будем дальше двигаться. Никому не будем продаваться. ეხლა მე რა უნდა ვთქვა რა. აი რასაც არის გაკეთებული. ეს ყველაფერი არის პატენტი, როგორც პატენტში ისე არის გაკეთებული. და მე ვის коმინდა რომ აი ტოკარნის სტანოკი, რომელიც არის 30 წლის, იმ სტანოკზე არის ყველაფერი გაკეთებული. ხო და ეხლა ახალი დანადგარები, ახალი ისა რო იყოს და ჩეპეუს ისა, ისეთ რაღაცას გავაკეთებთ, რომ უფრო დახვეწილი იქნება. დახვეწილი იქნება და მე რამზანის ბერძნისა ვარ და მე ვამბობ, რომ ეს არის რევოლუცია. ეს არის რევოლუცია, როგორც მოხდა აქაც საქართველოში. ეხლა ჩვენ დავიწყებთ აი ამ დანადგარი, ეს არის Mercedes-ის MR-ის წინახი.
ეხლა ჩავსა ყველაფერი ცოტა ხმა აქვს. ეხლა იმიტომ რომ დანადგარებს და როგორ არის გაკეთებული მისვაკული და აი ეს ყველაფერი, აი რაც არის გაკეთებული, ხელითაა ყველაფერი. ეხლა ჯერ ამას და მერეს რეპარტერის რა. ეს გიდრავლიკის, ეს არის ნასოსი, გიდრავლიკას რომელიც ეს არის Mercedes-ის ისა პედალი. ეხლა დავიწყებ და როგორ აჩერებს. ის უნდა დაშლება და თვითონ დააჭერს. ეს გიდროლასი. ეხლა გაჩვენეთ. Здесь, обратите внимание, здесь у нас все открыто, поэтому шумит, там прочь и так далее. В отличие от тормозных механизмов, где колодки и диски, его можно изолировать, делать его дизайн красивый, делая красивый дизайн, полностью закрыть его. И масло он может работать, но не так масло в жидком, потому что он тормозит будет. А масло в виде тумана, есть такое различие. Вот заодно будет остаточное охлаждение делать. Вот обратите внимание, здесь никакой температуры нет. Вот смотрите, даже вот здесь вот никакой температуры. Он не нагревается. Вот это будет, здесь тоже все открыто для того, чтобы демонстрировать. Имейте в виду, это все, что мы вам показываем, это демонстрационный вариант. Для промышленного производства у нас есть свои секреты, отдельные разработанные конструкции. Но это достаточно для публики, я считаю, и не только для местных людей, а зарубежных. У кого есть желание, чтобы сесть и сам нажать. Нет, давайте сейчас сделаем так, слишком. Вот здесь надо показать, прежде всего, обратите внимание, гидронасос включите и покажите, как работает. Ну, подождите, сейчас закончим вот это и перейдем. Хорошо? Вы не закончили? Нет, не закончим. Ну давайте. Значит, покажите вначале, как Кто работает. хочет... Да, დავждები აგერ მოდი. подождите. თან გადავიდე. ოღონდა მაგრას არ დაუჭირდა. ნელა დავაწვე? არცე. აბა ჩართე.
რა არის? აი ხო ვიდახავ ხახახახ ძებზე. ხო მანქანა აგრისკარო იწვის რა რაღაცა და შინად მანქანას მოკიდებია ცეცხლი. იმიტომ 1000 გრადუსამდე არის, როდესაც აი საბოტარბეჟენერი უცხოა. 1000 გრადუსამდე არის და ეგრევე ეკიდება ცეცხლი იმას და მოკლედ აქ გამორიცხულია ესეთი რაღაცა. ან ძალიან ისა სუბუქი დაწოლაც კი იმაშება უკვე და არა მაქსიმუმ 60-50 გრამი არა საერთოდ არა ხურდება გამორიცხულია. აი ახლა სვადე პირდაპირ რა ან მაგარია ეს აბა ეს გვანახე ერთი საინტერესო ეს მანქანა შეგვეყედა. ესა ხო ემელზე კონდა დამონტაჟებული და აუდიოდის ჩაულებული. არ გაწყვიტო როგორ შეგვიძლია ბატონებო რევერს შეხედეთ რა თქმა უნდა. რა შეიძლება ეს არის ჩვენი თაობა ამას თავისი სიუნარი მაგამე აჯენი ეხლა ეს რა მინდა თქვა კიდე რომ იგივე მერსედესი იგივე ვოლვო ფირმები ხო იგივე მაგალითად სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები ამაზე ესე იგი მათ რა თქოს რომ თქვენ ისეთ გააკეთე ისეთ რომ აი ყველა მანქანას ქარხანაში არ დაგეწევთ ხის არ დაგეწევთ გადაგიდეთ პირდაპირ რომ გამოდროს ის ძველი ხო და დაგეწევთ პირდაპირ დიეკიდო იგი ამით ქარხანაში ქარხა ფაქტობრივად ქარხანას არაერთი უბრალოდ მიიღოს ესე ეს კიპირხილი ყველა მოერგება სარგო ყველა მე მომისვი საქართველოს აი ესეთი აი იმის მაგივრად რო არის Ничего, не масло. ეს არის Николодок нету. სტატში საფოლოდე ხო და ეს აქა იმდენი ვიწავ ვის არ გავაკეთებიებთ რომ საკალკარო ქართლატური თობა რო გაკეთებულა ვერ გაკეთდა ტკდებოდა და ეს რუსეთში გავაკეთებიეთ იმაში ნიჟნოგოროდში ქარხანაში ესე Потом, для эффективности, так, больше эффективности. Если здесь один суппорт атмосферой, здесь мы используем двойной. ო არა კი რო არის ერთიანი სტოპორია გარი კიდე ორმაღის უფრო რა თქმა უნდა ეფექტურია ორმაღის სტოპორი ეხლა Оргциклон поставили, чтобы видно. Давай ты это, как его, гидронасос включи. კენიგზაზე ვაგონებზე მისწრება იქნება Обратите внимание сюда. Милан, сюда пусть обращает внимание. Да, гидронасос, давай давление 40-50 атмосфер. Вот подшипник. Вот сюда смотри. Сюда смотри. Покажите, что происходит. Для оргстекла мы поставим. Что видно было, не включалось. Нажимай на гидронасос. Так? Гидронасос включили? Так. Теперь давай давление. подождите დავიდა გა
Смотрите, хорошо светит. Укурет? Гади эрди тут. Посмотрите, перемещаются подшипники. Это двухсторонний супер. Вот так он будет. Видите, вот так. Теперь можете включать. ეს არის უნიკალური რაღაცა გაკეთება. მე როგორც აი მექანიკი, როგორც ისა, მე ხო არა ვარ ფიზიკოსი და გეუბნებით ეს არის რევოლუცია. აკა პაჩუნიკი არ ცხელდება. აკა არაფერი არ ცხელდება. აი ჩვენ გინდა ჩავუცეთ მანქანაში ჩვენ ახლა გაჩვენეთ რა. მანქანაში მერსედესში დავაგნეთ შვევიცეს. და დავწვიდი ქალაქში და ინსპექცია გამაჩნდა რა არის თქვენ რაღაცა ისა Для привычных производств здесь будет всего 4 подшипника. Он будет короче. ის მოიხსნება და ეს არის მოზრაობაში რო გადასვლა. ანიმაცია უნივერსიტეტი. Сейчас у меня сегодня нет. Давайте еще раз. Здесь ეხლა რენენი ჩავაცვათ ისე კი არა. რენენი ეგერ არის. ახლა ეს Баба. Помочь или нет?